ბიძინევანიშვილმა ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ხოლოში კოალიციის კანდიდატი ამირან მამულაძე იქნება ქედაშინო დარძნელაძე. ხელჩაურში თემურ კახიძე, ქობულეთში ანზორ თხილაიშვილი, ბათუმში კი აკაკი ძნელაძე. ბათუმის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება. დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატები 6-ვე. რომ ჩამოყალიბდა რას და ვის წარადგენდა, ზემოდან დაიწყო. დავიწყოთ ზემოდან. გამოვიდეთ ხოლოდან. ზემოდან რაც უნდა დაიწყო იმის კითხვა, ქვემოთ დადებული ფურცლით შეძლო და როგორც თითქმის ყოველთვის შეცდომით. 1999-2020 წლებში იყო საკალათბურთო კლუბ ბასკოს მთავარი მენეჯერი უკაცრავად ბასკოვიცი კარგათანაც. არის საქართველოს დასისრულებელი და 4 წლის საქართველოს ჩემპიონი. ცუდია რომ იკითხულობ და მეგმულეხარ და რომ კითხულობს ეშლება და რომ არ კითხულობს ჭადის სახელივით ბარათაშვილი ავიწყდება. თვითონ მეფენის უძლევინი რომ ეთუმაღლეს არც ღარის დაწინაში არც აღუდგეს აი მას მინდა მიგეყანოთ რაც ყველაზე კარგად იცოდს ზოჯიმ ჭადის სახელი დაიწყება. უშეცდომო დამოიკითხა მისი კანდიდატების ბიოგრაფიაში რუსეთში მიღებული განათლება. მას დამთავრებული აქვს ლენინგრადის რეპინის სახელობის სამხატვრო აკადემია. მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ძალიან საინტერესო თემა აქვს. ვისაც მოსკოვში განათლება არ მიუღია, ბიძინა ტელევიზორიდან იცნობს. თავად თქვა. კარგად მახსოვხat თუ გნებავ ტელევიზიიდან. როგორც მაღალია, ისეთივე მაღალია შანსი ისა რომ ეს გაიმართლებს არჩევნებში. თავად დაბალია. საინტერესოა თუ ფიქრობს, რომ ამის გამო მისი გამარჯვების შანსიც შესაბამისად დაბალი იყოს. მილიარდერი რომ არის, ამიტომ მისთვის ელემენტარულია 1200 ლარი და ასეთივე მაღალი საწევრო პარტიული გადასახადი. ელემენტარულად ვინც გადაეხადა საწევრო, იმათაც კი 1200 ლარი სანაცვლოდაც კი ბინებს უყიდიან. არჩევნებამდე 46 დღით ადრე გადაწყვიტა, რომ აუცილებელია აყვეს მოდას. თანასწორობა დღეს ძალიან მოდაშია. მოდაშია ელისო ჩაფიძეც. ელისო ისეთი მაგარია, მაგათ არიციან საერთოდ. ჩვენ ქართული ხასიათი არიციან. მე ელისო ჩაფიძეც არიციან. მაგარია ირაკლიც. ივანიშვილი მისთვის პრეზიდენტობასაც არ დაიშურებს. ძალიან პრინციპული და საინტერესო პიროვნებაა თვითონ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით გამიმეორებდი იმას, რომ ირაკლი ავასანია შეიძლება ვიხილოთ თუ გნებავთ მომავალში ნებისმიერ უმაღლეს პოსტზე საქართველოს. თუმცა პრეზიდენტს ივანიშვილი არ ნიშნავს, ხალხი ირჩევს. ერთადერთი ვისი დანიშვნა ივანიშვილს შეეძლო ეს მისი მაჟორიტარებია და მათზეც ითხოვა დავსაჯოთ ჩვენი